დილამშვიდობისა დღეს 7 მაისია, ხუთშაბათი, თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად. ყველას მშვიდობიან, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ახლა საეკლესიო კალენდარს გავეცნოთ და შემდგომ წარმოგიდგენთ გადაცემის ანონსს. 7 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე საბა სტრატილაც და მასთან 70 მხედარს, წმინდა მოწამეებს პასიკრატეს და ვალენტინის, წმინდა მოწამეებს ევსევის, ნეონს, ლეონტის, ლონგინოს და სხვებს, ღირს თომას ალოს, ღირს ელისაბედ სასწაულთმოქმედს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობას გისურვებთ ყველას და ანონსს წარმოგიდგენთ. 9 ყრმა კოლელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი დეკანოზი თომა ცეცხლაძე იქნება დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი. აღსარების საიდუმლოს შესახებ ვისაუბრებთ მასთან ერთად. ასევე 4 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სადოქტორო ნაშრომის დაცვა. ნაშრომის ავტორი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, უკვე თეოლოგიის დოქტორი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე იქნებიან დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები. ასევე ვისაუბრებთ იორკის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, სადაც წელს პირველად იყო წარმოდგენილი შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი და მათ წარმოადგინეს სპექტაკლი სახელწოდებით სიყვარული მსუბუქი ფრთებით. აღსანიშნავია, რომ ეს სპექტაკლი შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოადგინა შექსპირის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარემ რეჟისორმა მანანა ანასაშვილმა. ქალბატონი მანანა დღეს იქნება ჩვენი სტუდიის სტუმარი და მასთან ერთად გვესტუმრება სპექტაკლის მონაწილე მარიამ გაბაძე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი. ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ვფიქრობ საინტერესო და მრავალფეროვანი. ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის ჩვენს ეთერში და შემდგომ უკვე დავბრუნდები, შემოგვიერთება მამა თომა ცეცხლაძე.
დილომშვიდობისა ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარ შემოგვიერთდა წმინდა 9 ყრმა კოლოელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. მამა თომა დაგლოცეთ, მადლობა მოგზანებისთვის ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. მადლობა თქვენ მომიწვით. აღსარების საიდუმლოს შესახებ უნდა ვისაუბროთ. დიდი ხანია სხვათა შორის რატომღაც ამ თემას აღარ შევხებივართ აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს. აღსარება ვიცით რომ ერთ-ერთი არის 7 საიდუმლოთაგან, ასევე ერთ-ერთია ზიარების საიდუმლოც. პირველ რიგში მინდოდა მეკითხა, ხშირად არის ხოლმე რომ აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს რაღაცა ერთიანად ერთობლივად ესე მოიაზრებენ. ანუ სხვადასხვა საიდუმლო, აი რომ არსებობს თქვა ზიარება აღსარების გარეშე, აი ესეც ამით რომ დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ფუნდამენტური ადამიანის სულიერი ცხოვრების სწორად წარსამართავად. მნიშვნელოვანია ამის სწორად გააზრება. ხშირად ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ადამიანები ტაძარში ვერ ნარჩუნდებიან, არის ეს პრობლემა და რომ ვაკვირდებით და სხვადასხვა სასულიერო პირები როცა შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს და გამიხილავთ ამ საკითხს, ხშირად წამოწეულა ეს საკითხი, რომ ესე იგი აღსარების არასწორი გააზრების და აღსარებისადმი არასწორი დამოკიდებულების გამო ხშირია ადამიანის ნიჰილიზმის შემდგომ რელიგიურ ცხოვრებაში. ანუ აღსარებას ხშირად განიხილავენ იურიდიულ ფორმაციად, იურიდიულ მოცემულობად და შესაბამისად მე რაღაც მომენტში ხვდებიან, რომ ეს იურიდიულობა საკმაოდ ზედმეტი, აი დაახლოებით როგორი მომენტია, ისიც რაში მჭირდება მღვდელი თუ აღსარება მხოლოდ იურიდიული ფორმა არის. ამ კითხვას როცა ადამიანი საკუთარ თავში სვამს, მე აღარც მოდის ხოლმე არც აღსარებაზე და აღარც ზიარებაზე. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ეს კითხვას, მოდი ესე შეიძლება ვთქვათ, არ შეიძლება ამ ორი საიდუმლოს გაიგივება ერთმანეთთან. დიახ. იმიტომ რომ ეს ცალკეა და ის ცალკეა. გადაბმა ამ ორი საიდუმლოსი ალბათ სულიერი მკურნალობის გაუაზრებლობის შედეგად მოდის. ნახეთ, ზიარება ეს არის უფალთან ერთობა. ზიარება ეს არის პირდაპირი კავშირი ქრისტესთან, ჩემი კავშირი ქრისტესთან. მე როდესაც სხვა პიროვნებას ვეზიარებ, მე მას უკავშირდები, მის აზრს ვიზიარებ, მის მსოფლმხედველობას ვიზიარებ, მის შინაგან სამყაროს ვეზიარებ, ანუ გარკვეული ერთობა უნდა ჩამოყალიბდეს. და ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში ცოდვას ატარებს და ამ დროს არ არის მაღიარებელი ამ ცოდვის, ანუ არ აღიარებს საკუთარ ცოდვილ მდგომარეობას, არ განეშორება თავად იმას, რაც ღმერთისგან განმაშორებელია, ის ღმერთთან ერთობას ვერ დაამყარებს. ამიტომაა ნათქვამი, რომ აღსარების გარეშე ზიარება შეუძლებელია. და ეს ესე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ყოველი ზიარების წინ მაინც და მაინც აღსარების თქმა აუცილებელი. უბრალოდ თუ ადამიანი აღმსარებელი არ არის, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მას ცოდვა არ გააჩნია, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მას არ ჭირდება აღსარების თქმა, ამ შემთხვევაში მისი ზიარება ვერ შედგება. მთელი ბარძიმიც რომ შეჭამოს, მოხდეს ასე ადამიანმა, მისი ზიარება უფალთან არ შედგება. იმიტომ რომ არც აღსარება და შესაძლებელია დასასჯელიც იყოს, ხო? რა თქმა უნდა, შესაძლებელია კი არა, პირდაპირ სასჯელი იქნება. არც აღსარება და არც ზიარება არ არის მხოლოდ გარეგნული მდგომარეობა. სიტყვა საიდუმლო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული როგორც რაღაც დაფარული რამ, როგორც დამალული მდგომარეობა. საიდუმლო და იდუმალება სინამდვილეში ნიშნავს რას, რო დავაკვირდებით. რაღაცა ხილულის იქად დებარეს. ანუ ერთის მხრივ რაც გარეგნულად ჩანს, აი იმის იქეთ რაც არის დასანახი, ეგ არის საიდუმლო. რაც გარეგნულად დასანახია, იმის იქეთ რაც რეალური არსით მოქმედია, ეგ არის საიდუმლო. და შესაბამისად აღსარებას თუ ჩვენ საიდუმლოს უწოდებთ, იმიტომ რომ უფალმა ასე განაგოდა, ის აღსარება საიდუმლოდ დააწესა, მან აღსარება საიდუმლოდ დააწესა. აღსარებაში მხოლოდ გარეგნული მდგომარეობა კი არ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ მას ვაღიარებთ. არამედ იმის იქეთ რა ხდება, იმის იქეთ რა პროცესი მიმდინარეობს, რა უნდა იყოს ადამიანისთვის ცოდვების შემდგომი. სინანული არის თუ არა გულწრფელი, შინაგანი მდგომარეობა თუ არის ესეთი? შეიძლება სინანული არ იყოს, მაგრამ აღსარება იყოს გულწრფელი და ეს თავად გახდება მე ნამდვილი სინანულის წყარო. აღსარება და სინანული ხო განსხვავდება. როდესაც გულწრფელად თქვა, თუნდაც სინანულის გარეშე ამბობ ცოდვებს ჩამოთვლი? რაც ჩაგიდენია, როცა აღიარებთ მდგომარეობას. აღიარებთ მდგომარეობას. მე წეღან ესეთი რამე ვთქვი, რომ აღსარებას უყურებენ ცოტა იურიდიული თვალსაზრისით თქო და ეს რა პრობლემაა? აი, ანუ მექანიკურს გულისხმობთ თქვენ, რომ უბრალოდ მიხვედი მოძღვართან და ჩამოთვალე ცოდვები. იურიდიული ხედვით როცა უყურებენ. ნახეთ, აღსარება არ არის სასამართლოზე, რომ მიდის ადამიანი და რო აღიარებს იურიდიულ
რელიგიური ძალაუფლების მქონე პირი თქვათ მოსამართლე ან ნაფისთა კრებული რომ გამოიტანს სასჯელს თუ გადაწყვეტილებას იიტყვის დამნაშავე ან არ არის დამნაშავე. ან იურიდიულად ადამიანები ხშირად აღსარების დროს ამას ეძებენ. ადამიანები ხშირად აღსარებაში ეძებენ არა იმას რომ მათ ქრისტესთან ერთობა დაამყარონ და საკუთარი ცხოვრებისეული ვექტორი კვლავ ქრისტეზე გაასწორონ, კვლავ ქრისტოცენტრულები გახდნენ, კვლავ შემოუერთდნენ ეკლესიის ერთობას, განიწმინდონ, ამას კი არ ეძებენ უმეტესწილად. არამედ ეძებენ, აი მეგობრისგან რომ მოისმენდნენ, რომ ნუ გეშინია ღმერთი ყველაფერს გაპატიებს, ყველაფერი კარგად არის, ანუ იურიდიულ ფსიქოემოციურ თავისუფლებას ეძებენ ამავე დროს. ერთის მხრივ იურიდიულ თავისუფლებას, რომ მე გავთავისუფლდი ამ ცოდვებისგან, აღარ მომეკითხება პასუხი, მე პასუხისმგებლობის წინაშე აღარ დავდგები, ამას ეძებენ უმეტესწილად და მეორე ნაწილში ეძებენ, რომ ვიღაცამ დაამშვიდოს აღელვებული ადამიანი. ეს ორი ფაქტორი ჭარბობს ხოლმე აღსარების დროს ადამიანებში. რასაც ცუდი სახე ნამდვილად არა აქვს, გარკვეულწილად შეიძლება სასარგებლო იყოს ადამიანისთვის, მაგრამ თუ სულ ესე დარჩა ადამიანი ამ მდგომარეობაში და სიღრმისეულად არ განვითარდა აღსარების პროცესი ადამიანში, მაშინ ის ჩაიკეტება აქ და ვეღარ წავა უფლისკენ. აღსარება ეს არის აღიარება უფლის წინაშე ცოდვისა, იმის გაზრებით, რომ მე უნდა განვეშორო ამ ცოდვას. ცოდვა თავისთავად არის ის, რაც მე ღმერთისგან მაშორებს. და ერთის მხრივ მე ვიმყოფებოდი მდგომარეობაში, რომელიც ღმერთისგან მაშორებს და მეორეს მხრივ თავად ღმერთთან მინდოდეს ყოფნა ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. ორი ბატონის ხო, შეუძლებელია. მე უნდა გადავწყვიტო მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად ბრძოლა და შრომა და ღვაწლი იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც მე ღმერთისგან მაშორებს. ეს არის აღსარების საიდუმლოს ძირითადი დანიშნულება. და ამ დროს ადამიანზე მღვდლისაგან შესრულებული ვედრებით, მღვდლისაგან აღსრულებული ლოცვა კურთხევით, მოსული სულიწმიდის მადლი მოქმედებს მაკურნებლად, მოქმედებს გამწმენდელად. ადამიანი ხდება იმ მადლის მიმღები, რომელი მადლიც დელეგირების გზით უფალმა მოწაფეებს გადასცა. იოანეს სახარების მე-20 თავის 22-23-24 მუხლებს თუ წავიკითხავთ, იქ პირდაპირ წერია აქ წერილი, რომ მაცხოვარმა სულიწმიდის მადლი გადასცა მოწაფეებს და მიანიჭა დელეგირების გზით ხელმწიფება ადამიანების ცოდვების შენდობისა და მათ შორის არ შენდობისაც. აი ამ სიტყვებამდე სამყაროში არავის შეეძლო სხვისი ცოდვების გახსნა, სხვის ცოდვებაზე მიტევების მინიჭება. ეს მოწაფეებმა მიიღეს და შემდგომ მოწაფეებმა თავიანთ მოწაფეებს გადასცეს და ასე თაობიდან თაობას გადაეცემა, მათ შორის შემზეც როგორც მღვდელზეც ხელდასხმის ძალით ეს კურთხევა გადმოცემულია და მე კი არ ვიღებ აღსარებას, მე კი არ ვიბარებ აღსარებას, რასაც ადამიანები ხშირად შეცდომით ამბობენ ხოლმე, რომ აი მამაოს აღსარება ჩავაბარე, აღსარება უნდა ჩავაბარო, აღსარება ჩაბარება მინდა. აბა როგორ უნდა ვთქვა? აი დაგვიდით უწმინდეს არასდროს არც ერთ მის ეპისტოლეში, არც ერთ მის ქადაგებაში მე ხშირად ვაკვირდები და ვაკვირდებოდი ახლა უწმინდეს ძალიან მიყვარს და დღევანდელ დღემდე მიყვარს წარსულში ავსაუბრობ და ყოველთვის მის სიტყვას მოფერებით usmenდი. არც ერთხელ არ უთქვამს მას ჩემ მეხსიერებაში, რაც არის და არ წამიკითხავს აღსარება ჩააბარეთ. ყველგან 2013 წლის, 2016 წლის ეპისტოლეებში, საშობაოში, სააღდგომოში, ქადაგებებში, ჩვენ პირად საუბრებში, რასაც ვეწრებოდით ხოლმე ამბობდა, აღიარეთ თქვენი ცოდვები, ან აღსარება თქვით, ამ ფორმაციას იყენებდა და რატომ? როდესაც ადამიანი, ჩვენ ხო ტერმინებით ვაზრობთ, არა? როდესაც ადამიანი ტერმინ, ანუ ზნა ჩაბარებას იყენებს, მის ცნობიერში წარმოიშვება სამი დამაკავშირებელი კომპონენტი ამ სიტყვასთან. ზოგადად ტერმინის თავისი მდგენელები აქვს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და როდესაც ტერმინს ვამბობ მე და თქვენ ისმენთ ამ ტერმინს, თუ ამ ტერმინში ჩადებული მდგენელები ჩემ გააზრებულს არ თანხვდა თქვენი გააზრებული, მაშინ ჩვენ ერთმანეთის წინაშე პრობლემაში აღმოჩნდებით და სემანტიკური პრობლემაც შეიძლება წარმოიშვას, ანუ ტერმინის გაგების ჩემეული ვერსია თქვენეული ვერსიისგან იყოს განსხვავებული, რამაც გარკვეული კონფლიქტი შექმნა ჩვენ შორის. ხო მარტივია ეს თვალსაზრისით. და ეს არა მარტო აღქმის თვალსაზრისით, არამედ ქცევის და აზროვნების ჩამოყალიბების თვალსაზრისით მუშაობს ასე. მე რას ვლაპარაკობ და რა ტერმინს ვიყენებ ამა თუ იმ მოვლენის აღსანიშნავად და აღსაწერად, ეს ერთმნიშვნელოვნად შეიძლება პირდაპირ ითქვას განსაზღვრავს ჩემი აზროვნებისა თუ ქცევის ჩამოყალიბებას მომავალში. და შესაბამისად, როდესაც მე ვამბობ, რომ მე აღსარება ჩავაბარე, განარამე დოგმატური დარღვევა კი არა, უბრალოდ ჩემი აზროვნებითი ნაკადი მიემართება ცოტა სხვა მიმართულებით. აი ნახეთ როგორ. განისაზღვრება სამი მდგენელი ამ ტერმინისა, ნებისმიერ შემთხვევაში თქვა გამოსთვის ჩაბარება, ნივთის ჩაბარება,
იგივე აღსარების ჩაბარებაზეც ნახეთ რა ხდება. რა ჩავაბარე აღსარება, ვინ ჩააბარა მე და ვის ჩავაბარე? კითხვა როგორც კი დაისმება, არ დაისმება და ეს ქვეცნობიერში გატარდება, ავტომატურად პირველ პლანზე დგება მღვდელი. ანუ ვის ჩავაბარე? მამაოს ჩავაბარე. და მამაოს, ეგრეთ წოდებულად მამაოს, ანუ მღვდელს განვიხილავთ როგორც აღსარების ჩამბარებელს, რაც უკვე არსობრივად აღსარებისაგან აცდენაა ძალიან დიდი. მით უმეტეს აცდენაა, როდესაც სასულიერო პირმა შეიძლება თქვას, რომ აღსარება ჩამაბარე პირველ პირში, მე ჩამაბარე. ჩვენ შენდობის ლოცვას, როდესაც ვასრულებთ, მღვდლები, ყველა მღვდელი ამას აკეთებს. ხო, აღსარების შემდგომ ადამიანს ოლარს დააფარებს თავზე, ზუსტად იმის აღსანიშნავად, რომ სულიწმინდის მიერ ხდება ადამიანზე შენდობის ლოცვა, ოლარი ხო ამის აღნიშნველია, სულიწმინდის მოქმედების მადლის აღნიშნველია და არა მისი ხელებით, მისი პიროვნული ძალით და ევედრება ღმერთს. მართლმადიდებლურ პრაქტიკაში მღვდელი ერთპიროვნულად კი არ შეუნდობს ადამიანს, რომ მე გპატიობ შენ, ასე კი არ ეუბნება. და ხშირად ესეთი შემთხვევებიც არის ხოლმე, ან მამაოს მიმართავენ, თქვა, ან მღვდელს მიმართავენ ადამიანები, რომ მამაო მაპატიე, ანუ პირველ პირში მიმართავენ. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ უფალმა უნდა შეგინდოს, ჩემო ძვირფასო შვილო, მე რომ მეუბნები, მე მხოლოდ მამობრივი მზრუნველობა მართებ შენზე, რჩევის მოცემა, დარიგების მოცემა და ლოცვა ღვთისადმი, რომ შენ შეგინდოს, თორე მე არ მაქვს ეს ხელმწიფება, რომ შენ შეგინდო. და აი წეგან აღსარების შემდგომ ლოცვაზე ვსაუბრობდი, ყველა მღვდელი ამას ამბობს. აღსარების ლოცვაში პირდაპირ წერია, რამე თუ როცა უფალს მიმართავთ, რამე თუ შენ მხოლოდ საგაქვს ხელმწიფება მიტევება. შენდობის ლოცვას გულისხმობთ, რაც აღსარების შემდგომ გვეკითხებათ. ეს პირდაპირ ესე წერია. ანუ წმინდა წერილზე დაყრდნობით, საეკლესიო მოღვაწეთა სწავლებაზე დაყრდნობით, ჩვენ ფსიქოლოგიურ განწყობებზე დაყრდნობით, ესე უნდა დავინახოთ აღსარება. მღვდელი ერთპიროვნულად კი არ შეგვინდობს ჩვენ, არამედ მღვდელი ევედრება ღმერთს, რომ ღმერთმა შეგვინდოს ჩვენ და ამ ყველაფერს დელეგირების გზით მიღებული ძალაუფლებით ვახორციელებთ, როდესაც ადამიანს ოლარს დავაფარებთ თავზე და შენდობის წესს ავასრულებთ. ანუ აღსარება ესე უნდა დავინახოთ. ნახეთ, წეგან იურიდიულ საკითხზე რო საუბრობდი ელისაბედ, ეს კარგად მინდა რომ გავიაზროთ ყველამ. აღსარება და ზიარება ერთმანეთთან იცით რა კავშირშია? მხოლოდ იმ კავშირში, რომ ერთი ღმერთთან დამაკავშირებელია და მეორეც, ერთი ცოდობის შემდობელია და მეორეც ცოდობის შემდობელია. ზიარება არ არის ცოდობის შემდობელი? ცოდობის შემდობელია. ევქარისტიაზე რო დგავართ, რას ვამბობთ? ევქარისტიის დროს, ხო? წირვაზე. ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, ეს არის სისხლი ჩემი. მოსატევებლად ცოდვა. მოსატევებლად ცოდვა. ანუ ნახეთ, აღსარება კი არაა მარტო ცოდობის მომტოვებელი. ზიარებაც ცოდობის მომტოვებელი. მაგრამ თუ ალბათ განწმენდილი მიდის ადამიანი? ბოლომდე განწმენდილი ვინ მივა ელისაბედ? ვერავინ ვერ მივაქვს. ვერავინ. მაგრამ შეძლების დაგვარად, რაც შეგვიძლია. შეძლების დაგვარად და ცოტა ტყუილი ნათქვამია, მაპატიე ესე მკაცრად თქმისთვის. ანუ საკუთარ თავს ხშირად ვატყუებთ ამ ტერმინით. ჩვენ რომ მართლა შეძლების დაგვარად ვაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ობიექტურად შეძლების დაგვარად. ანუ მართლა რაც შეგვიძლია, ეგ არის მაქსიმუმი. მაქსიმუმს არასდროს ვაკეთებთ. ჩვენი ამოცანა არის რა, რომ ცადოთ მაქსიმუმი, ცადოთ შეძლების დაგვარობა. ანუ ცდელობა მთელი ჩვენი ცხოვრება, როგორც ურთიერთობაში, ისე უფალთან ურთიერთობაში, როგორც რა ვიცი, საქმეში, სწავლაში, ყველაფერში მცდელობაა მთავარი. და ღმერთი ზუსტად აი ამ მცდელობას შეიწირავს. გაიხსენეთ ტალანტების იგავი, ხო? მიწაში დამფლერს რომ შენ უნდა გეცადა და რომც არ გამოგცდოდა და რომც დაგეკარგა, მე აღნადგინებით ურთ მოგცემდი იმას. მცდელობა უკვე აქტია, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯს, კონკრეტულ პოზიციონირებას ნიშნავს. მე რო ვცდილობ, რომ არ შემეშალოს, ამას აფასებს ღმერთი. და ნახეთ, აღსარება ნამდვილი როდის არის, იცით? როდესაც მე რომ ვაღიარე, მე ვცდილობ, რომ არ შემეშალოს. ვცდილობ, რომ კვლავ იმ მდგომარეობაში არ აღდგომო. მაგრამ თუ სპეციალურად, ესე იგი, ვიმეორებ იმის იმედით, რომ აღსარებაში ვიტყვი და მომეტევება, ეს რა მდგომარეობა? ასეც ხომ ხდება ხოლმე, რომ აი რაღაცა ცოდვა ვიცით რომ ცოდვა არის და აი ვფიქრობთ რომ ეხლა მე რეალურად ვიტყვი აღსარებაში. ეგ მძიმე მდგომარეობა. ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ. და ამასაც მიხედვა ჭირდება თუ ადამიანს ეს სისუსტე გააჩნია, კარგია ერთის მხრივ რომ ადამიანი უკვე ხვდება ეს წინსვლა ერთნიშნულოვნა და ცალსახად რომ ესე იგი მე მივხვდი რომ ცოდა ყოფილა, მაგრამ თუ იმის იმედით ცოდავ რომ მე მეპატიება წინსწრებით ეს გამწყობა მაქვს, ცოტა მძიმე მდგომარეობა ადამიანი აქაც საკუთარი თავის მოტყუების პოზიციაშია და რაც მალე გამოვა მაქედან და რაც მალე იტყვის რომ არა მე ღმერთთან ერთობა მინდა და მოდი ამ ცოდვას განვეშორები, იმიტომ რომ ეს ცოდვა თავის მხრივ ღმერთს მაშორებს და ჩემზე როგორც ადამიანზე მოქმედებს როგორც უბედურების წყარო, როგორც წუხარების წყარო, როგორც ჩემი ცხოვრების დამანგრეველი ძალა, მაშინ ადამიანი იწყებს უკვე რეალურ ცვლილებებს. ჩვენ ცვლილებების გადაწყვეტილებებამდე რომ მივიდეთ, ხანდახან დიდი გზის გავლა გვიწევს. იმიტომ რომ ვნება ძალიან ღრმად არის ჩვენში გამჯდარი.
და მართლა ხდება ესე, რასაც ამბობ ახლა ელისაბედს. მეც დამართნია ესე და ალბათ ყველა ადამიანს დამართნია, რომ უხდებით რა, რომ ცოდავთ და კი არ ვჩერდებით მაინც და მაინც. მეც ჩემ თავზე ვთქვი, დიახ. ყველა ვართ ეს ადამიანები ვართ, რამე განსაკუთრებული კი არ არის ეს. დაცემული ადამიანური ბუნებისთვის ძალიან ნაცნობი ამბავია ეს. მაგრამ ეგ ძიმია, იმიტომ რომ ძიმე შედეგების მომტანია. თუ არ გავჩერდით, თუ არ ვმართეთ, საჭეზე თუ არ მოვკიდეთ ხელი ჩვენს ცხოვრებას და თუ მართლა ახსარებად არ ვაქციეთ ჩვენი ცხოვრება. მე გულწრფელად ვამბობ ერთ რაღაცას ყოველთვის, ყველა ადამიანთან ვისთანაც საუბარი მაქვს, რომ ეცადეთ ახსარება არ იყოს მხოლოდ ფორმალური და მხოლოდ მღვდელთან. ახსარება უნდა იყოს სახლში, ახსარება უნდა იყოს გზაში, როგორც კი შენიშნავ. სახლში და გზაში, ანუ ხატებთან თქვათ, თუ აი რას გულისხმობთ? აუცილებელი არ არის ხატებთან, თუ მოგიხართ და ხატებთან, იმიტომ რომ ხატი გეხმარება, ხა როცა მაცხოვრის ხატს უყურებთ, გვეხმარება მაცხოვრის გახსენებაში, ბიბლიის წმინდა წერილის სწავლების გახსენებაში. ანუ საკუთარი თავის შემეცნებას გულისხმობთ, საუბარს საკუთარ თავთან? დიახ, საკუთარ გულში ჩახედვას, საკუთარი თავის განხილვას და ღვთის წინაშე აღიარებას, რომ უფალო მე ეს შევწოდე. ეს რაც გახშირდება ადამიანში, ეს კი არ გრუნავს ადამიანს. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ როგორ მამაო, მე რო ხა ჩემ შეცდომებზე ყოველ წუთიერად თუ როცა დაუშვებ და როცა აღმოვაჩენო შეცდომა დაუშვი, ამაზე რო აქცენტი გავაკეთო, ხო დავითრგუნები, ეს აზრი მომისმენია ხშირად ადამიანისგან. ამას ნახეთ როგორ უნდა შევხედოთ. იცით როდის დავითრგუნებით? როდესაც ჩემში ცოდას დავინახავ და გამოსავალს ვეღარ ვხედავ, ხსნას ვეღარ ვხედავ. მაშინ მართლა დამდგუნველია, რომ ვიცი რაღაც უბედურება გავაკეთე, ცუდი გავაკეთე და ხსნა არ მაქვს. პირიქით, როცა მე რაღაცა ცუდს დავინახავ ჩემ თავში და მაშინვე უფალს მოუწოდებ, რომ უფალო შემინდე, დამეხმარე რომ ამ ცოდვისაგან გავთავისუფლდე, ეს ერთის მხრივ რომ მათავისუფლებს თვითონ ამ სიმძიმისგან და მეორეს მხრივ რეალურად მახსენებს ჩემს ჭეშმარიტ მიზანს, უფალთან ერთობას და ცოდვისაგან განშორებას. მამათო, აი თქვენ აღნიშნეთ საუბარში, რომ ადამიანს შესაძლებელი არ ქონდეს სინანული, შინაგანი, მაგრამ აი ცოდვების აღიარება მოძღვართან შეიძლება გამოიწვიოს. უკვე მასში ეს პროცესია, თუ კი გულწრფელად აღიარებს ცოდვებს. მაგრამ აი ცოდვების გულწრფელ აღიარებას თან სდევს ხოლმე უხერხულობა, რაღაც ზოგჯერ უნდობლობაც შესაძლებელია მოძღვრის მიმართ, არის ესეთი მომენტები. აი ამაზეც რომ ვისაუბროთ, როგორ უნდა დაიძლიოს თქვათ ეს უხერხულობა, იმიტომ რომ მე მგონი რომ აი როდესაც რაღაც ცუდს ჩაიდენ, მაინც ნებისმიერი ადამიანისთვის არის უხერხული, რომ რაღაც პირდაპირ ადამიანს როცა ესაუბრები, ძალიან ესეთი უხერხულობის შემცველია ეს ყველაფერი. ან თუ ხატებთან ამბობ, უფრო თავისუფალი ხარ. მოძღვართან საუბარი შესაძლებელია უხერხული იყოს. ან და ასევე ნდობის მომენტი, ანუ ზოგს გონია, რომ შესაძლებელია მოძღვარმა მისი ახსარება გასცეს. არის ესეთი შემთხვევებიც. რაც ვიცით რომ ძალიან დიდი ცოდვაა და მოძღვარს ამის უფლება არ აქვს. ნუ არის ესეთი შემთხვევები, როცა ამას ამბობენ, თორე მადლობა ღმერთს, მე ესეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში არ დამიფიქსირებია, არც გამიგია რომ მოძღვარს ახსარება გაეცეს. მიხვდით ხო? ალბათ ამ ხედვაზე იგულისხმეთ, რომ არის ესეთი შემთხვევები. მე მოკლედ ვიტყვი, მოძღვართან ურთიერთობა ეს არ უნდა იყოს ასევე ფორმალური, ისე როგორც არ უნდა იყოს ახსარება ფორმალური, ან ზიარება არ უნდა იყოს ფორმალური. ზოგადად არც ცოლქრობა არ უნდა იყოს ფორმალური, არც მეგობრობა არ უნდა იყოს ფორმალური, არც სტუდენტობა არ უნდა იყოს ფორმალური, ანუ არაფერი უნდა იყოს, არც მგლობა არ უნდა იყოს ფორმალური. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უნდა ვეცადოთ რომ ფორმალური არ იყოს ის, რასაც ვაკეთებთ, რასაც წარმოვადგენთ. არამედ რა არსის მატარებელიც არის ის ფორმაცია, იქ ვიყოთ და ის ვიცხოვროთ და ის ვაკეთოთ. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მოძღვარსა და სულიერ შვილზე ლაპარაკობთ ერთის მხრივ მეგობრებზე, მეორეს მხრივ მამაშვილზე და მესამეს მხრივ ისეთ ადამიანზე, ვისაც შენი დახმარება შეუძლია. თუმცა მე მაინც დავაზუსტებ ჩემ შეკითხვას, ანუ ისეთ ეტაპზე ვსაუბრობ და იმ ეტაპს გულისხმობ, როდესაც თქვათ არ არის ჯერ ჩამოყალიბებული მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ეს ურთიერთობა, თქვათ რაღაც პირველ ნაბიჯებს დგამს ადამიანი ეკლესიური ცხოვრების გზაზე, უნდა აქვს სრული ახსარების თქმის, მაგრამ მოდის ეს აზრები, უხერხულობა შეიძლება ყოველთვის იყოს შემდგომ ეტაპზეც, მაგრამ აი ეს ნდობის მომენტი. კი ბატონო, ნახეთ, კიდევ იქ მივდივარ მაინც. ადამიანმა უნდა თქვას, რომ მოდი მე ჩემს სულში ჩავიხედები და ჩემს სულს მიმართავ სწორი არსისკენ. მე წეგან საჭე ვახსენე. სინამდვილეში ჩვენ, მეც ელისაბედს, თქვენს, ჩვენს მაყურებელსაც, აქ ოპერატორებს, რეჟისორო შიროზიან ადამიანები, კეთილი ადამიანები, ყველა ვინც ამ გადაცემას ეხა ქმნის, ვინც ჩვენ გვიყურებს, ანუ ყველას ვინც ეს ჭიქა შექმნა, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს თავის საჭე. და ადამიანმა საკუთარი ცხოვრების საჭეს უნდა მოკიდოს ხელი და მართოს. როგორც მანქანას მართავთ, ისე ხა კი შემოვიდა თვითმართვადი მანქანები ნელ-ნელა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ თაობებმა ვიცით, რას ნიშნავს საჭეზე ხელის მოკიდება და ავტომობილის მართვა, ხო? აი, როცა მე მინდა რომ მარჯვნივ შევუხვიო, საჭეს ვატრიალებ მარჯვნივ. როცა მინდა მარცხნივ შევუხვიო, საჭეს ვატრიალებ მარცხნივ. და შესაბამისად მე ავტომობილის მემორჩილება მიდის მარჯვნივ, მიდის მარცხნივ. ესეთი პატარ-პატარა საჭეები ჩვენ ყველას გვაქვს შიგნით, გულში, გონებაში, სულში.
და როდესაც მე დამწყები ქრისტიანი ვარ და ეხლა მინდა ნაბიჯის გადადგმა, უნდა მოვკიდო ჩემს საჭეს ხელი და ის მივმართო ქრისტესკენ. როგორც კი მას ქრისტესკენ მივმართავ და ჩემი გული, ჩემი სული, ჩემი გონება ქრისტესკენ მიემართება, იქ ყოველგვარი აი ის განცდები, რაც ჩვენ ადამიანურად გაგვაჩნია, უცხო ადამიანთან თქვათ, მოძღვართან, აღსარებაზე გულის გახსნისა იქნება ეს თუ ნდობის ფაქტორები, ნელ-ნელა ქრება, იმიტომ რომ ჩვენ როგორც კი ჭეშმარიტებას, ანუ ქრისტეს უფრო მეტად უახლოვდები და ჩვენი გულის კარებს უღებთ, იქ შემოსული ნათელი ამ ბოროტისეულ ეჭვებს, ბოროტისეულ ემოციებს უბრალოდ ფანტავს, ეს ობიექტური მოცემულობა. და თან ამავე დროს ნახეთ რა ხდება, რომ მე ყოველთვის ურჩევ ადამიანებს, რომ პირდაპირ მოვიდა გამარჯობა მითხრა და აღსარებაზე არ ვაყენებ, ანუ ვცდილობ, რომ ესე არ მოვიქცე. ველაპარაკებ ერთ ნახევარი საათი ერთ დღეს, ან თუ რამე განსაკუთრებული მოცემულობა არა და უბრალოდ მოვიდა ადამიანის სულიერი ცხოვრების დაწყება უნდა. ვესაუბრები რა არის აღსარება, ვესაუბრები რა არის ზიარება, ვიცნობ ადამიანს, შევდივარ კომუნიკაციაში, რომ მას ჩემთან უცხოობა არ ქონდეს. და როცა ადამიანი გადაწყვეტს ერთი ორი შეხვედრა ამისთვის საკმარისია ხოლმე სრულებით, პრაქტიკიდან გამომდინარე გეუნდებით, რომ მას უკვე ჩემთან თაბამად შეუძლია საუბარი როგორც ადამიანთან. მე მივდივართ, დგებით მაცხოვრის ხატთან, მე ვდგები ოდნავ გვერდზე, ამ ადამიანს ვაყენებ მაცხოვრის ხატის წინაშე, რომ ამაში დავეხმარო, რომ ის მე კი არ მესაუბრება, არამედ უფალს მიმართავს. იმის აღქმაში დავეხმარო, რომ აღსარება მღვდელთან ლაპარაკი კი არ არის, აღსარება ღმერთის წინაშე აღიარება. და ვეუნები ამ პირველივე შეხვედრის მომენტიდან მოყოლებული, რომ მოდი ეს დღეები დადექი ხატებთან და უფალს შენ თვითონ უთხარი აღსარება. უფალს დაელაპარაკე. უფალთან იურთიერთე და ეს ძალიან ეხმარება ადამიანს პრაქტიკულად. ზოგადად მე თუ მკითხავ წეღარ რო თქვით ხატებთანო აუცილებელი თუაო. მე გითხარით კაია თუ იქნება ხატები თუ არა და არა უშავს. ზოგჯერ აქ ადამიანის ცხოვრებისეული მოცემულობა ისე რომ ხატები თქვა რაღაც ოთახშია თვითონ სხვა ოთახში ძინავს და ეხლა ოთახში დადგეს და რაღაც უფალთან ურთიერთობა დაამყაროს უჭირს. არის ხოლმე არ ვარ ფუფუნებით ცხოვრებაში ჩვენ რომ ბევრი ოთახები ქონდეს და მრავალრიცხოვანია ჩვენი ოჯახები უმეტესწილად და ამიტომ ზოგჯერ ადამიანი მარტო განმარტოვდება ხოლმე თავისთვის ოთახში შეიძლება ხატი არ ქონდეს. მაგრამ პროცესი ხო იგივეა. უნდა წარდგეს ადამიანი უფლის წინაშე და უთხრას აღსარება ღმერთს. როცა ადამიანი მას ერთხელ, ორჯერ თავისთვის გააკეთებს სახში და ეს გამოცდილება ყველა ადამიანს აქვს. სრულიად ურწმუნო რო იყოს ადამიანი ხატებთან ერთხელ მაინცაა დამდგარი, სრულიად ურწმუნო ადამიანიც კი და რაღაცა მაინც უთქვია ღმერთისთვის, რაღაც პატიება მაინც უთხოვია ღმერთისთვის. ხო ეს გამოცდილება ხო. ამიტომ მიმყავს ადამიანი ხატთან, ვაყენებ მე ვდგავარ ოდნავ გვერდზე, არა მე კი არ მიყურებს როგორც ჩვენ ახლა ერთმანეთის პირისპირ ვართ. არამედ როგორც ძველი აღსარების წესები იყო, ან მაცხოვრის ჯვარცმის წინ, ან სახარების წინ, ან ხატის წინ წარდგებოდა რა ადამიანი და აღსარებას ისე ამბობდა ამ პრაქტიკას ვაცოცხლებთ ჩემს პრაქტიკაში. და ეს ეხმარება ადამიანებს. ანუ ადამიანი ხვდება რომ აღსარება ჩემთან ლაპარაკი კი არ არის. ადამიანი არის უფლის წინაშე აღიარება საკუთარი ცოდვისა და მე როგორც ღვთისგან კურთხეული ადამიანი, ღვთისაგან უფლებამოსილი, დელეგირებით მიღებული ძალაუფლების მქონე ადამიანი მის გვერდით ვდგავარ, გვერდში ვდგავარ, დავეხმარები ყველაფერში, ამას გრძნობს უკვე. ის ჩემ წინაშე კი არ არის პასუხისგებელი, არამედ მე მხედავს როგორც გვერდში მდგომს, მე მხედავს როგორც ადამიანს, რომელიც მისი მეგობარია, მამას, რომელიც შვილზე ზრუნავს, მამას, რომელსაც უნდა რომ შვილი კარგად ყავდეს და მისი ბედნიერება რომ მინდა, ამას გრძნობს უკვე ადამიანი. და ჩემ წინაშე ვალდებულებითი ნაწილი ეხსნება ავტომატურად, ანუ ბოლომდე შეიძლება არა, მაგრამ ეტაპ-ეტაპ ეხსნება ბოლომდე. იმიტომ რომ ადამიანს ვაჩვევთ იმას, რომ შენ ღმერთის წინაშე აღიარებ შენს ცოდვებს. მე კი არ მეუნები ამ ცოდვებს, მე კი არ ვიბარ. აი სიტყვა ჩაბარება მაგ პრობლემას ქმნის. მიხვდით რის თქმას მინდა. მღვდელი ხდება პირველი ღმერთის ნაცვლად. ეს არის ცოტა დამაზიანებელი. დოგმატური დარღვევა რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ფსიქოემოციურ ასპექტში სამოძრო ღვთისმეტყველებით ნაწილში სჯობს ქართველებმა გამოვიყენოთ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ტერმინი, რაც გამოხატავს აღსარების საიდუმლოს. აღიარება ან თქმა აღსარებისა. ეგ ცოტა რუსულის კალკია, როცა ჩაბარებას ვამბობთ. მამათობა, აი, როდესაც აღსარებისთვის ადამიანი ემზადება, ხო? ამ დროს რაღაცნაირად უღრმავდება საკუთარ თავს, ფიქრობს თავის ცოდვებზე, რა თქვას აღსარებაში, როგორ აღიაროს ეს ცოდვები. ზოგჯერ არის ხოლმე რომ ადამიანმა არ იცის, თქვათ, აი, რომელი ცოდვა არის ესა თუ ის საქციელი თუ არ არის ესა თუ ის საქციელი ცოდვა, თქვათ, აღსარების ის წიგნი არსებობს, ხო, სადაც ჩამოთვლილი არის ეს წიგნები და ზოგი იქიდან ხელმძღვანელობს, თქვათ, და გაუაზრებლად. აი, ამაზეც მინდოდა მეკითხა, რომ სანამ აი პირველ ეტაპზეა ხომ ადამიანი და ზოგჯერ შეიძლება ვერც ვითარდებით და ვრჩებით ისევ იმ პირველ ეტაპზე. არ ვიცით, აი, როგორ მოვემზადოთ აღსარებისთვის, ესეც გვიჭირს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ადამიანი თუ ამ წიგნს გამოიყენებს, არ ვეუნები შენიშვნას, რა თქმა უნდა, ვეუნები, რომ კარგია რომ გამოიყენე, იმიტომ რომ რაღაცაში შეიძლება გაცნობიერდეს, მაგრამ ხშირად როგორ ხდება, იცით? ადამიანს შეიძლება რაღაც ცოდვას არც უფიქრია. და გარკვეული ცოდვის გაგების შემდგომ განა ის რომ პრევენცია მოხდეს, პირიქით მიდრეკილება გაჩნდეს მასში.
ანუ არ შეიძლება ადამიანს ისეთ ცოდვებზე ელაპარაკო, რომელზეც თვითონ წარმოდგენა არ აქვს. არ შეიძლება ადამიანს ისეთ ცოდვების შესახებ უთხრა, რომ ეს ხო არ ჩაგიდენია, თქვა, რომელიც პირიქით შეიძლება ბიძგი აღმოჩნდეს იმ ადამიანის გონებაში ჩაინერგოს, რომ აი ესეთი ცოდვა არსებობს, ანუ ინტერესი არ უნდა გაუღვივოთ, მოკლედ ისეთი რაღაცისად, რომელზეც თვითონ არც უფიქრია. მოვა დრო და თუ რამე ჩადენილია, იტყვის თვითონ, ოღონდ მე კი არ მეტყვის ღმერთის წინაშე იტყვის. ნახეთ, მე ყოველთვის ურჩევ ადამიანს რას? აი წარმოიდგინე, ეს ველაპარაკები, უმეტესწილად ადამიანებს, რომ მეგობართან მოგივიდა რაღაც კონფლიქტი. აი ჩხუბი მოგივიდა. რაღაცა ხო იგრძენი, რომ დააშა, რაღაც ააწყენინე, მარტივად ანუ ამის თქმას, ეს ხო არ დაგავიწყდება, სანამ არ მიხვალ და სანამ არ ეტყვი, რომ აპატია ჩემო მეგობარო, თუ გიყვარს ის პიროვნება, ხო ესე მოიქცევია რა ადამიანი. ხო არ დაიწყებ ამ ყველაფრის დაწერას, რომ აი ხლა გამარჯობა ელისაბედ, მე გუშინ რომ ვიყავი შენთან და გაწყენინე მაპატია, ამას ხო არ დავიწერ და ხო არ წაგიკითხავ. მოვალ და გეტყვი რომ მაპატია ელისაბედ. ანუ ეს იქნება ძალიან გულწრფელი, ეს იქნება მართლა აღიარება. ანუ მიმიხვდით, ანუ რაც მართლა აწუხებს ადამიანს, ის არ ავიწყდება. შეუძლებელია ადამიანს დაავიწყდეს ის რაც ემოციურად აწუხებს, იმიტომ რომ თუ იმეს გაუვლია ასეთი გამოცდილება, თუ აქ რომ ვიღაცას რაღაცა აწყედინა, რაღაც შეცდომა დაუშვა, პირიქით ამისგან გათავისუფლებას ეძებს ადამიანი, არა თუ იმას რომ დამავიდნენ, ნეტავ ეს ადვილად გავიწყდებოდა ჩვენი შინაგანი განცდები, არ გავიწყდება. ასე რომ თუ ადამიანს შინაგანად მართლა აწუხებს რაიმე ცოდვა, მას არ წიგნი ჭირდება ამის სახელმძღვანელოდ და არც ვიღაცისგან მითითება ის მოვა და ზუსტად იმას იზამს, რასაც აღსარება ქვია. აღიარებს თავის წუხარებას, აღიარებს თავის შეცდომას და ღმერთს თხოვს შენდობას და უფალიც განწმენს მის სულს მღვდლის ხელით და შეუნდობს ყველა ცოდვას და ამგვარად ადამიანი წარემატება და წარემატება ღვთისკენ მიმავალ გზაზე და გახდება უფრო ბედნიერი და სიხარულით აღსველი ცხოვრების მქონე. ყველას უსურვებს სიხარულს ელისაბედ, ბედნიერებას, წყალობას და ღვთის მადლითა და კურთხევით სულიერ წინსვლას. დიდი მადლობა მამა თომა საინტერესო საუბრისთვის. წმინდა 9 ყრმა კოლოელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ახლა ვაგრძელებთ გადაცემა 7 გზის ლოცვის დროა. მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხო რომ მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი.
გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებანი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას 4 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა. სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგმა, სემინარიის დეკანმა მღვდელმა გიორგი ვაშალობიძემ წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე სახარებისეული მოვლენების იკონოგრაფია და მათი საღვთისმეტყველო სახისმეტყველებითი ასპექტები. თემაზე სასაუბროდ შემოგვეერთდნენ ნაშრომის ავტორი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალობიძე და აკადემიის სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე. დილომშვიდობისა ქრისტე აღდგა მოგესალმებით დაგლოცეთ. მოგესალმებით, გაგახაროთ ღმერთო. მამა გიორგი, პირველ რიგში გილოცავთ დიდი პატივისცემით ნაშრომის დაცვას, უკვე ბრძანდებით თეოლოგიის დოქტორი და ვიდრე თქვენ თემასთან დაკავშირებით დაგისვამთ შეკითხვას, მამა ცოტნეს მინდა მივმართო. როგორ შეაფასებდით, ძალიან წარმატებით დაიცვა მამა გიორგიმ ნაშრომი, ჩვენ უკვე ვთქვით შესავალში თემა ნაშრომისა, აი თქვენი შეფასება საინტერესოა და როგორი იყო ზოგადად შეფასებები კომისიის წევრების მხრიდან და ასევე სადისერტაციო საბჭოს წევრების მხრიდან. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული დისერტაცია, რომელიც იწვევა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ვინაიდან თითოეულ დისერტაციას შეაქვს გარკვეული წვლილი თეოლოგიის გარგის განვითარებაში. ეს უკანასკნელი მეხუთე დისერტაციაც
რიგით მეხუთე დისერტაცია, რომელიც დაიცვა მამა გიორგი ვაშალომიძემ ძალიან წარმატებით, არანაკლები იყო წინა წლებში დაცული დისერტაციებისგან და განსაკუთრებულიც კი იყო იმ გაგებით, რომ მოგეხსენება თქვენ სასულიერო აკადემიაში ყველა დისერტაცია გამოირჩევა თავისი ინტერდისციპლინარულობით. თუმცა ძირითადად მაინც ეს არის თეოლოგიისა და ფილოლოგიის შეხამება. ერთ ფილოლოგია ყოველთვის წარმოადგენს ერთგვარ ბაზისს, რომელზეც დაშენებულია შემდგომ ღვთისმეტყველება, ტერმინოლოგიურ ბაზისზე, მაგ ამ შემთხვევაში საუბარი ტექსტოლოგიურ ბაზისზე. მაგრამ აი ამ შემთხვევაში ეს დისერტაცია იმით იყო განსაკუთრებული, რომ ეს იყო თეოლოგია და ამავე დროს ხელოვნებათმცოდნეობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ მამა გიორგის აქვს შესაბამისი თეოლოგიური თავისთავად ცხადია ცოდნა, მაგრამ არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით ქონდა ის ცოდნა, ის შესაძლებლობები, ის პოტენციალი, რომ დაეცვა ეს ნაშრომი. მან განიხილა ქართული ხატმეტყველება. ხატმეტყველება ზოგადად და ხატების შესახებ სწავლება ეს ოდითგანვე არსებობს, ჯერ კიდევ მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება, როდესაც ჩატარდა, სწორედ აი ამაზე იყო საუბარი, ხატმობრძოლეობის ერესი იქნა დამარცხებული და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა წმინდა მამამ გამოთქვა თავისი აზრი, სწავლება, საეკლესიო სწავლება, უფრო სწორად, რომელზეც ჩამოყალიბებული იქნა ხატთაყვანისცემის დოგმატი. ეს არის ბაზისი, რატომ უნდა დაიწეროს ხატი. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. ხატზე, როგორც მამა გიორგიმ ძალიან კარგად წარმოაჩინა, არის ასახული მთელი ღვთისმეტყველება. და ეს ღვთისმეტყველება მამა გიორგიმ თავის ნაშრომში წყარათმცოდნეობით განიხილა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ არ არის, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ დისერტაციაში შეიძლება იყოს რაღაც ზოგადი დებულებები განხილული. ეს არ არის, თქვათ, ისეთი ნაშრომი, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის მხოლოდ კითხველს. ეს არის ძალიან ვიწრო ესე იგი ვიწრო სპეციალობის დეტალური სფერო თუ ვიმსჯელებთ კლასიფიკატორით და აქ არის განხილული ძალიან ისეთი კონკრეტული საკითხები. და ის რომ ხატი გადმოსცემს დოგმატებს, გადმოსცემს ღვთისმეტყველებას და მასზე ასახული არის თავისთავად ცხადი არის ესა თუ ის დღესასწაული თუ წმინდანი, ეს რა თქმა უნდა ღვთისმეტყველებისთვის თავისთავად ცნობილი არის, მაგრამ მამა გიორგიმ რაც გააკეთა, ეს იყო წლების განმავლობაში, ხო? ჩვენ ეხლა საუბრობდით საქართველოს წაართვეს ავტოკეფალია 70 წლის განმავლობაში იყო კომუნისტების ესე იგი მმართველობა და ეს წყვეტა რაც ჰქონდა საქართველოს ეკლესიას, აი ეხლა ხდება ამ ყველაფრის აღორძინება და განვითარება, განათლების კუთხითაც თუნდაც, ხო? და ქართული ხატმა რატო ახსენეს, რომ ქართული ხატმეტყველება არასდროს არ ყოფილა ესე მასშტაბურად განხილული ღვთისმეტყველების ჭრილში. თვითონ მამა გიორგიც ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებს, ალბათ მას დაუთმობთ, რომ უფრო მეტი ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის და სიახლე თავარი სიახლე ამ ნაშრომისა ის არის, რომ ქართული ხატმეტყველება იქნა წყაროთმცოდნეობითად განხილული, თითოეული დეტალი კონკრეტული ხატისა, რაზეც დეტალურად მამა გიორგი ისაუბრებს კიდევ ერთხელ, იქნა დაკავშირებული კონკრეტული წმინდა წერილის მუხლთან ან საეკლესიო ეგზეგეტიკასთან. ამიტომ ეს ნაშრომი არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი საქართველოს ეკლესიისთვის, საღვთისმეტყველოს სივრცისთვის და ძალიან დიდ როლს შეასრულებს. იქ საუბარიც იყო იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს ეს ნაშრომი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის დარგის განვითარებისთვის. აქვე მაყურებელს უთხრათ, რომ ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი ბრძანდება თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, დეკანოზი მიქაელ გალდავა, რეცენზენტები არიან გელეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია და თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ივანე ბონდარენკო. მამა გიორგი, ახლა თქვენ მინდა რომ გადმოგცეთ სიტყვა ისეთი ვრცელი ნაშრომი არის
და ძალიან ღრმა, როგორც აი მამაცოდნე მისაუბრა, ეს არის თეოლოგისა და ხელოვნებათმცოდნეობის სინთეზი. აი თქვენგან მოვისმენთ უფრო ვრცლად სამეცნიერო სიახლეზეც ისაუბრა მამაცოდნე, მაგრამ აი თქვენ კიდევ რას დაამატებდით და თემის აქტუალობასთან დაკავშირებით. დიახ, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით ყველას. ამ თემის არჩევის, თქვათ, საფუძველი გახლავთ ის, რომ როგორც აი მამაცოდნემ აღნიშნა, ბაკალავრიატი მე დავამთავრე ქრისტიანული ხელოვნება თბილისის სასულიერო აკადემიას და სემინარიაში და ძალიან მინდოდა რომ გარკვეული სიღრმისეული კავშირი წარმომეჩინა შესაბამისი სიღრმისეული კავშირი მემუშავა ამ თემასთან დაკავშირებით თეოლოგიასა და ქრისტიანულ ხელოვნებას შორის ვინაიდან მოგეხსენება თქვენ რომ ქრისტიანული ხელოვნება და განსაკუთრებულად ხატმეტყველება ეს არის ღვთისმეტყველების ერთ-ერთი გამოვლინება. ეს არის აი ბასილი დიდი ბრძანებს, რომელიც მე დამოწმებული მაქვს თავის ვაცხადია ჩვენს ნამშრომში, რომ ხატმეტყველება, ხატი ეს არის ქადაგება და ღვთისმეტყველება ფერებითა და ხაზებით. და ჩვენ ნაშრომში ვიმოწმებთ უკვე პრინციპში სხვადასხვა კვლევართა მიერ გაჟღერებულ ძალიან საინტერესო სინტაგმურ ტერმინს ვიზუალური ღვთისმეტყველება. ანუ ხატი ეს გახლავთ ვიზუალური ღვთისმეტყველება. ჩვენი ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა განსაკუთრებულად სახარებისეული მოვლენების იკონოგრაფია, ვინაიდან მოგეხსენება თქვენ რომ ზოგადად წიგნთა შორის ცხოვრების წიგნად წოდებული სწორედ სახარებაა და აქედან იღებს დასაბამს სრულიად ღვთისმეტყველება. შესაბამისად სახარებისეული მოვლენების იკონოგრაფია უმთავრესია იკონოგრაფიათა შორის და ამას ძალიან დიდი გზა აქვს. აი ჯერ კიდევ პირველივე ჩვენ ეს აღნიშნული გვაქვს ჩვენს ნაშრომში, რომ პირველივე საუკუნიდანვე მაცხოვრის ამ ქვეყნად მოსაგრეობის ჟამიდან იწყება ხატმეტყველების ისტორია. ამას ადასტურებს თქვათ, როდესაც თქვენ მოგეხსენებათ, როდესაც მაცხოვარმა გამკურნა ესე იგი სიზღმდინარე ქალბატონი დიახ, როგორც დაწერილია იოანე ოქროპირის 6 ათონელისეულ თარგმანში, ეს ქალი არ დარჩა უმადლო ამ ესე იგი მაცხოვრის მიმართ და მან ააგო პირველი ქანდაკება, ანუ პირველი გამოსახულება შექმნა ქრისტესი, თუმცა ეს უნდა ვთქვათ, რომ 6-ის ჩანართია აქ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, ასევე პირველ გამოსახულებას ხელთუქმნელ გამოსახულების შესახებ, რომლითაც მოხდა ზოგადად ხატთაყვანისების კურთხევა განკაცებული ღმერთის მიერ უკავშირდება ავგაროზის ცნობილ ეპისტოლეს, რომელიც ასევე ქართულადაც არის ნათარგმნი და ნუ შემდგომ რა თქმა უნდა ვითარდება ეს იკონოგრაფია, განიცდის ძალიან დიდ განვითარებას და განსაკუთრებულ სრულყოფილებას უკვე ის აღწევს ხატმებრძოლეობის შემდეგ, ანუ მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომად, როცა დაიგმო ხატმებრძოლება და აღიარებულ იქნა ხატთაყვანისება. აი თქვენ ამბობდით ესე იგი სიახლის შესახებ და მამაცოდნემ გარკვეულწილად ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. ჩვენს ასე ვთქვათ მიზანს წარმოადგენდა სწორედ ქართული ხატმეტყველების თავისებურება, რა თქმა უნდა, ქართული ხატმეტყველება არ შეიძლება ჩვენ განვიხილოთ ცალკე, თქვათ, იგივე ბიზანტიურისაგან, რაც წარმართველი იყო მაშინდელ სოფლიოში ხატმეტყველების და არა მარტო ხატმეტყველების კუთხით ზოგადად და მაგრამ მეორე მხრივ უნდა ითქვას ერთი რამ, რომ აი ხატმეტყველება, ქართული ასე ვთქვათ, ხატმეტყველება ზუსტად ისეთ გზას გადის და ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურებებით, რაც ხშირად ბიზანტიის ხატმეტყველებაში და თუნდაც სხვა ქვეყნის ხატმეტყველებებში არ აისახება ხოლმე. და ჩვენს მიზანს წარმოადგენდა სწორედ რომ აი ქართული სახარებისეული მოვლენების ხატმეტყველების თავისებურება რაში მდგომარეობს ის ასპექტები, რომელიც შეიძლება არ გვხვდება სხვაგან და რა თქმა უნდა ეს თავისებურება და ეს ასპექტები სრულიად არის დაყრდნობილი და დაფუძნებული ღვთისმეტყველებას. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით ღვთისმეტყველების შესაბამის დარგებს. ხატმეტყველება თავის თავში აერთიანებს ლიტურგიკას, გულისხმობთ ლიტურგიკულ საკითხავებს. იცით აი თქვენ ეგზეგეტიკას უპირველეს ყოვლისა, ანუ სახარების განმარტებებს, ჰომილეტიკას
ჰაგიოგრაფიასაც გარკვეულწილად და ასე შემდეგ. განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ როგორ ერწყმის ერთმანეთს განსაკუთრებით 12 სასწაულთა გამოსახულება ტაძრის ინტერიერს და ჩვენ ამ კუთხითაც განვიხილავთ ვთქვათ ამას რომ აი ვთქვათ რატომ და რისთვის გამოისახება ვთქვათ ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული სცენები მაინცსა და მაინც იქ სადაც გამოისახება. დიახ. მამა გიორგი ასევე მაყურებელს ისიც უთხრათ რომ სადისერტაციო კომისიას თავმჯდომარეობდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, ასევე სადისერტაციო ნაშრომის დაცვასთან გამართულ სხდომას წარმართავდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, რომელმაც თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ რომარა უწმინდესის დიდი ავტორიტეტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორესი ვერ იარსებებდა დოქტორანტურა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში და ასევე შესაბამისად ვერც სადისერტაციო ნაშრომების დაცვა გაიმართებოდა, ანუ მან ისაუბრა პატრიარქის ძალიან დიდ ღვაწლზე ამ თვალსაზრისით, რაც განათლებას უკავშირდება და კონკრეტულად სადოქტორო პროგრამის შექმნას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში და ჩვენ ვიცით, რომ თავად პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის ძალისხმევა ძალიან დიდია, რომ არსებობს დღესდღეობით სადოქტორო პროგრამა. მამა ცოტნე თქვენთვის მინდოდა მეკითხა აი ამ კუთხით, თქვა და ეს უკვე მეხუთე დოქტორანტი არის, რომელმაც დაიცვა, მამა გიორგი ვაშალომიძე ბრძანდება უკვე მეხუთე დოქტორატი, რომელმაც დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და ეს პროცესი ბუნებრივია გრძელდება. დიახ. და ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, თქვათ აი რა გეგმები არის კიდევ? თქვენ მართლად აღნიშნეთ სამართლიანად, რომ რა თქმა უნდა ჩვენი აცგანსვენებული პატრიარქის ძალიან დიდი ღვაწლი არის ის რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ მხოლოდ განათლება, არამედ ჩვენი ეკლესია დღეს ესეთ სიმაღლეზე არის და უამრავი რამ უკავშირდება მას. ეხლა ხანს გავიდა 40 და ჩვენ ჯერ კიდევ და ალბათ მთელი ცხოვრება გვექნება ეს ჩვენი პატრიარქის სიყვარული, ეს წუხარება, მაგრამ ამ წუხარებას ყოველთვის ცვლის ის იმედი, ის რწმენა, რომელიც ჩვენ თითოეულ ქრისტიანს გვაქვს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი პატრიარქის, რომ დოქტორანტურა არსებობს, კერძოდ იმ ყველაფერთან ერთად, რაც მან გააკეთა და რა თქმა უნდა, ესეც აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნეთ, რომ მამა გიორგი ზვიადაძემ ძალიან ბევრი იშრომა, ძალიან ბევრი გააკეთა და დღესაც ძალიან ბევრ შრომობს იმისთვის, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიამ სულ მაღალ უფრო და უფრო მეტ სიმაღლეებს მიაღწიოს. დოქტორანტურის მნიშვნელობას ძალიან დიდი დოქტორანტურის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ზოგადად დარგის განვითარებისთვის. ამის შესახებ არაერთგზის აღმინიშნავს. სწორედ აქ ხდება დამუშავება მიზანმიმართულად, ასე ვთქვათ, ისეთი ნაშრომებისა, სადაც სამეცნიერო სიახლე იქნება აღმოჩენილი, ანუ მიგნებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სადოქტორო ნაშრომისთვის, ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქვეყანაში დარგის განვითარებისათვის დოქტორანტურის არსებობას. ინტერდისციპლინური არის ყოველი ნაშრომი ჩვენს ზოგადად დოქტორანტურაში ესე უნდა იყოს და შესაბამისად ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ იყოს ასევე ინტერდისციპლინარული კომისიაც. აი მამა გიორგის ვაშალომიძის შემთხვევაშიც სადისერტაციო კომისიაში შედიოდნენ ასევე ხელოვნებაცოდნეები, რომლებიც უკვე დიდი ხანია აკვირდებიან ამ ნაშრომს, სულ ჩართული ყავდა ამ დარგის პროფესიონალები, დარგის სპეციალისტები და ძალიან მოსწონთ ეს ნაშრომი. მათთვისაც ძალიან ბევრი სიახლე იყო ამ ნაშრომში და აქედან გამომდინარე ყველანი ძალიან მოხარულები ვართ. მე დამოვიწყდა აღმენიშნა, რომ ქალბატონი მარიამ დიდებულიძე, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, ბრძანდებოდა სადისერტაციო კომისიის მდივანი და მათგან მოვისმინეთ ზოგადად კომისიის წევრებისგან და დამსწრე საზოგადოებისგან ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები. მამა გიორგი, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით დაგეხმარნენ? დიახ, მე მინდა მადლობა უპირველეს ყოვლისა მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რაც ვინაიდან ღირს ყო ამ დღისა. უპირველეს ყოვლისა ასევე ადამიანთა შორის ითქვა უკვე და განმეორდები დიდ მადლობას მივაგებ და პატივს აწყვე განსვენებულ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უკდავსულს, რომლის მთლიანად დამსახურებას გახლავთ, რომ ჩვენი სასწავლებელი დღეს არსებობს, მოგეხსენებათ ეს
მერთმა აცხოვნოს მისი უკდავი სული. ასევე ძალიან დიდ მადლობას გადავხდი საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მეუფეშიოს, რომლის კურთხევითაც ეს აღინიშნა სხდომის მიმდინარეობისას. გაიმართა ეს სხდომა, ბატონო და მოხდა ჩვენი სადისერტაციო ნაშრომის დაცვა. ძალიან დიდ მადლობას გადავხდი მეუფე სტეფანეს, რომელიც თქვენი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე გახდა და წარმართავდა კომისიის წევრი გახდა, დიახ, წარმართავდა. ამ სხდომას განსაკუთრებულ მადლობას გადავხდი კიდევ და კიდევ ჩვენი სასწავლებლის რექტორს, პროტოპრესვიტერ მამა გიორგის ვიადაძეს, რომლის თუ შეიძლება ითქვას მე აღვნიშნე კიდეც სხდომის ველობისას, რომ ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ დღეს ეს დოქტორი მამაცოდნეც საუბრობდა მასთან დაკავშირებით, რომ ეს დოქტორანტურა არსებობს და ჩვენ გვეძლება საშუალება, რომ საქართველოში დავიცვათ ხარისხი ღვთისმეტყველებაში. ასევე თქვენ ახსენეთ ხელოვნებაცოდნეობითი ქალბატონი მარიამ დიდებულიძე, რომელიც ძალიან დაგვეხმარა თავისი უაღრესად კვალიფიცირებიდან გამომდინარე ამ დარგის მიმართ და ასევე ქალბატონი ასპათ ოქროპირიძე, რომელიც ასევე ჩვენი კონსულტანტი გახლდათ და ძალიან დაგვეხმარა ასევე და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო იქ სადისერტაციო საბჭოს წევრი ბატონი ზაზა სხირტლაძე, რომელიც თავის დროზე გახლდათ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნების კათედრის გამგე და დღეს უნივერსიტეტში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. მისი მობრძანება ჩვენთვის, იმიტომ რომ პირველი შეხება, ასე ვთქვათ, მოგეხსენებათ მოგახსენეთ, რომ ქრისტიანული ხელოვნება დავამთავრე პირველად და პირველი შეხება ჩემი მასთან იყო სწორედ როგორც მეცნიერისა. და დიდი მადლობა მოგახსენო მამა ცოტნეს, რომელიც ასევე ძალიან გვეხმარებოდა აღნიშნული დისერტაციის წერისას და ყველას ქალბატონ ასმათ ჯიქიას, რომელიც ძალიან დამეხმარა, რომ ფილოლოგიურად გაგვემართა ეს და ენობრივი დიახ. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ეს რაც ღვთისმადლით, რაც მოხერხდა ერთობლივი ძალისხმევით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მამა გიორგი, მამა ცოტნე ჩვენთან მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ნაშრომის ავტორი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე და აკადემიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დავუბრუნდებით, დაგველოდეთ.
ვაგრძელებთ გადაცემას საინტერესო თემით. ახლა ვისაუბრებთ იორკის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელშიც წელს პირველად მონაწილეობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპექტაკლით სიყვარულის მსუბუქი ფრთებით. სპექტაკლს საკმაოდ დიდი რეზონანსი და გამოხმაურება ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი ფესტივალზე წარადგინა საქართველოს შექსპირის ასოციაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა მანანა ანასაშვილმა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ საქართველოს შექსპირის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი რეჟისორი მანანა ანასაშვილი და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, სპექტაკლის მონაწილე მარიამ გაბაძე. მოგესალმებით ქალბატონი მანანა, მოგესალმებით მარიამ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. და გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მასშტაბურ ფესტივალში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი, მონაწილეობს საქართველო და ვიცით, რომ ეს სპექტაკლი აი შესავალშიც ჩვენ აღნიშნეთ, სწორედ თქვენ წარადგინეთ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ ჩაიარა და თქვენი შეფასებები. დიახ, აი მართლაც ჩაიარა ძალიან დიდი წარმატებით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ შექსპირის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, ამაზე მე კონკრეტულად ვიტყვით, როგორ არის გაკეთებული, წავიღეთ შექსპირის ქვეყანაში. და ეს ფესტივალი ძალიან დიდი პასუხისგებლობა, როდესაც მე ამ ფესტივალის დირექტორი ფილიპ პარი დამიკავშირდა, უბრალოდ ჩვენ დავმეგობრდით, როდესაც შარშან მე ვიყავი ამ ფესტივალზე წარმოდგენილი ჩემი ფილმით რობერტ სტურუას შესახებ. მართალია თეატრალური ფესტივალია, მაგრამ ვინაიდან ძალიან კარგად იცნობენ ბრიტანეთში რობერტ სტურუას და რობერტ სტურუას აქვს დადგმული ყველა მეტი მთელ სოფლიოში ყველა რეჟისორთან შედარებით ყველაზე მეტი შექსპირის პიესა, ამიტომ ამ ფილმით დამპატიჟეს. და როდესაც წელს უკვე ფილიპ პარმა მომწერა მე რომ იქნებ მირჩიოთ რომელიმე და კარგი იქნებოდა რომ სტუდენტური იყოსო, იმიტომ რომ რამოდენიმე სტუდენტურიც გვინდა ამ ფესტივალზე სტუდენტური სპექტაკლით ჩავთოთო. და აი ჩავლის როგორ ჩაიარა მკითხეთ თქვენ და აი ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა მომხდარიყო თქო, ჯერ მოვისმენთ ჩვენ მათ შეფასებებს და ობზერვერში დაიბეჭდა სტატია, ეს არ არის უბრალო პრესა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან პრესტიჟული პრესა და იქ რომ სპექტაკლზე დაიწეროს რეცენზია, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. დაიწერა რეცენზია, რომელიც იწყება, აი პირველი წინადადებით, რომელიც იწყება, რომ ეს იყო ყველაზე პოეტური, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ჩაღრმავებული და ასე შემდეგ. ეპითეტებია, რაც ბოლო წლებში მინახავს რომეოს და ჯულიეტას ინტერპრეტაციებიდან. და ძალიან დიდი მაღალი შეფასებები. მარიამ, გითხოთ, მარიამ, აი თქვენი შთაბეჭდილება და შეფასებები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები და ამჯერად მე უკვე მეორედ ვიყავი წასული ამ სპექტაკლით. წინა ჯერზე ვიყავით მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსის ფესტივალზე ჩინეთში და ამჯერად წავედით უკვე ინგლისში და რა თქმა უნდა ძალიან საპასუხისმგებლოა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის არტისტისთვის თამაშობ რომეო და ჯულიეტას, მიდიხარ შექსპირის ქვეყანაში. არ ვიცი ამაზე გასაოცარი რა უნდა იყოს მსახიობისთვის, მით უმეტეს დამწყები მსახიობისთვის და რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა. რა თქმა უნდა ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, ჩვენი კარიერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და არ ვიცი მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვთვლი რომ არ ვიცი ცოტა შოკიც მქონდა რომ დავამთავრეთ სპექტაკლი და ვუსმენდი მათ შეფასებებს. ქალბატონ მანანას ვეკითხებოდი რომ მეთქი ხა ეს ნამდვილად მესმის ხო, იმიტომ რომ რაღაც მე როგორც მივხვდი მათ ძალიან მოხიბლათ ეს მისი რომეო და ჯულიეტას რაღაც სუფთა პოეტური გაგება და არ ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი მე. თქვათ რომ კონცეფცია სპექტაკლის ეკუთვნის ბატონ გიორგი შაუტაშვილს, პროფესორს, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს და რეჟისორი ბრძანდება ნიკოლოს საბიაშვილი, ხო? ნიკოლოს საბაშვილი არის რეჟისორი, დიახ და ეს არის უნიკალური მართლაც სპექტაკლი იმ თვალსაზრისით, რომ აქ შერწყმული არის არა მხოლოდ სამსახიობო ხელოვნება, არამედ თოჯინები, თითების თეატრი და აი ამან ყველაფერმა ერთად ჩრდილების თეატრი და ამან ყველაფერმა ერთად ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ აი რომ დამთავრდა სპექტაკლი არ ვიცი თქვა თუ არა, მოკლედ მარიამ სწორად ამბობს, დიახ, აი ესეც სიტყვებს გვეუბნებოდა amazing, fantastic,
გასაოცარი, ფანტასტიკური, წარმოუდგენელი და მარიამი მიხვდებოდით ისედაც რომ ჯულიეტას როლს თამაშობს, არაჩვეულებრივად და ირაკლი ლომაძე თამაშობს, ლომიძე უკაცრავად თამაშობს რომეოს როლს. ეს ორი მსახიობია ძირითადად, მე ხდება თოჯინებით ჩანაცვლება, ესენი თვითონ ათამაშებენ თოჯინებს, ასევე თითების თეატრი არის გამოყენებული და ორი კიდე დამხმარე მსახიობი, რომელიც იმის გამო რომ აი ესეთი სიტუაცია იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები უნდა წავსულიყავით, მეტი ფესტივალს არ შეეძლო დაეფინანსებინა, იდე ჩვენი თეატრალური თანამშრომლები თამაშობენ იქ პატარა ეპიზოდს, რაც გამოდიან სცენაზე. ესე იგი, რამხელა პასუხისმგებლობა შექსპირის ქვეყანაში იორკის ფესტივალზე ჯულიეტას თამაში მართლაც და რამხელა შესაძლებლობა და რამხელა წარმატება. ჩვენ გვაქვს ფესტივალის დირექტორის ინტერვიუ, რომელსაც შევთავაზებთ ახლა მაყურებელს, საუბარია იორკის ფესტივალზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობ და რომელშიც პირველად მონაწილეობდა წელს საქართველო. მე ვარ ფილიპ პარი, იორკის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი. მინდა აღვნიშნო, რამდენად დიდი სიამოვნება მოგვანიჭა სპექტაკლმა სიყვარულის მსუბუქი ფრთებით, რომელიც ჩვენი ფესტივალის გახსნის დღეს იყო წარმოდგენილი. მართლაც განსაკუთრებულია, რომ გქონდა შესაძლებლობა გვემასპინძლა ქართული თეატრის ნამუშევრისთვის, შექსპირის ქართული ინტერპრეტაციისთვის ნიუ-იორკში ჩვენს ფესტივალზე და ამით დაგვეწყო ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს ფესტივალსა და იმ ქართველ ხელოვანებს შორის, რომლებიც შექსპირს ასეთი გაბედული წარმოსახვითი და ესთეტიკურად დახვეწილი ფორმებით ქმნიან. ამ დადგმას გამოარჩევდა ელეგანტურობა და გამომსახველობითი სიზუსტე. იყო ლირიკული, ემოციურად გამორჩეული და გვთავაზობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ისტორიის ახალ ინოვაციურ გააზრებას. იმგვარად, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გულებამდე აღწევდა. მოხარული ვარ, რომ გქონდა ამ სპექტაკლის მასპინძლობის შესაძლებლობა და მოუთმენლად ველი შემდეგ შეხვედრას. ეს იყო ბოდიში დავამატებ უბრალოდ რომ მაყურებელმა იცოდეს, ფილიპ პარი არის არა მხოლოდ იორკის ფესტივალის დირექტორი, ის არის რეჟისორი ცნობილი ბრიტანეთში, დამაარსებელი ლონდონის პარაბოლას თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი და ამავე დროს ცოტა ხნის წინ ის აირჩიეს შექსპირული, ევროპული შექსპირული საერთაშორისო ფესტივალების გაერთიანების პრეზიდენტად. ასე რომ მისი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს და ახალგაზრდა მსახიობებისთვის აი ეს შეფასებები რას ნიშნავს? ჩემთვის პირადად მგონია, რომ პირველ რიგში ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. არ ვიცი, მგონია, რომ ეს პირველი ნაბიჯები ძალიან მახარებს, რომ წარმატებულად შეიძლება ითქვას, რომ გადაიდგა, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე და მხოლოდ პირადი ინტერესი, მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, იმიტომ რომ მომავალში ვთვლი, რომ ეს ყველაფერი გზას გაუკვალავს სხვა სტუდენტებს და რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი შანსი და ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს წარმატება, რაც მივიღეთ მე და ჩემმა არაჩვეულებრივმა მეწყვილე მირაკლი ლომიძე, ვფიქრობ, რომ ეხლა კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უნდა დავაფასოთ და რა ვნახოთ რა იქნება მომავალში. ამ სპექტაკლის ჩვენება თუ არის დაგეგმილი კიდევ სხვა ფესტივალებზე? ვგეგმავთ, ჯერ არ გავამხელთ, მაგრამ ვაპირებთ და უნდა აღინიშნოს აი კიდევ ერთხელ, რომ ამ ორი რეჟისორის, გიორგი შალუტაშვილის და ნიკა საბაშვილის, აი წარმოუდგენლად საინტერესო გამოგონება, ასე ვიტყოდი მე, წარმოუდგენლად საინტერესო ინტერპრეტაცია შექსპირის რომეო და ჯულიეტასი და მისი ასეთი განხორციელება, რომელიც ისეთ, აი ხო გითხარით, რომ მხოლოდ მსახიობი მხოლოდ ორი თამაშობს, მაგრამ სპექტაკლი რო თავდება, ცრემლებს ვერავინ ვერ იკავებს. რაც საინტერესო ის რომეოსა და ჯულიეტას ესეთი გადაწყვეტა, როდესაც მხოლოდ ორი პერსონაჟი არის. ქალბატონო მანან, ასევე მინდა გკითხოთ ლექციაზე, რომელიც ფესტივალის ფარგლებში თქვენ ჩაატარეთ იორკის სენტ ჯონსის უნივერსიტეტის ლიტერატურის მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან და ვიდრე მათ შეფასებებს, ანუ ჩვენ გვაქვს ახლა საშუალება, რომ შეფასებებიც მოვისმინოთ ლექციასთან დაკავშირებით, აი თქვენ მინდა გკითხოთ, რითი იყო გამორჩეული ეს ლექცია და რატომ შეარჩიეთ თქვათ ეს თემა, ну ბუნებრივია შექსპირს უკავშირდება და ალბათ ესეც არის პასუხი. ეხლა ეს თვითონ ეს ფაქტი მოხდა ესე რომ იორკის ფესტივალმა თავად შემომთავაზა მე
რომ იქნება ლექცია წაიკითხოთ ჩვენთანო. თავიდან ძალიან გამიკვირდა მე ვთქვა მე თქო ქართველი ჩამოვალ შექსპირის ქვეყანაში და შექსპირზე ლექცია მე წავიკითხოთ თქვენ სტუდენტებმა. კიო, ძალიან გენდობით და გვინდაო. და ამიტომ გადაწყდა რომ მე წავიკითხავდი ამ ლექციას, რატომ იორკის სენტ ჯონსის უნივერსიტეტში. იმიტომ რომ იორკის სენტ ჯონსის უნივერსიტეტი არის ის დაწესებულება, რომელიც არის მხარდამჭერი ამ ფესტივალის და აი სწორედ იორკის სენტ ჯონსის უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა ჩვენი სპექტაკლი, მაგათ ძალიან კარგი დარბაზი აქვს, ძალიან კარგი სცენა აქვს და პარტნიორები არიან და ამიტომ იქო ჩაატარეთო თქვენო ეს ლექციაო და მართლაც ავირჩიე ეს თემა, მივწერე რომ აი თუ გაინტერესებთ, მე შემიძლია პირველ ფოლიოზე, ანუ შექსპირის პირველ გამოცემაზე, რომელიც 1623 წელს გამოიცა, სადაც შევიდა 36 შექსპირის პიესა და იმდენად მნიშვნელოვანია მთელი სამყაროსთვის, რომ არა ის გამოცემა 18 შექსპირის პიესას საერთოდ დაიკარგებოდა. ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა იმ ადამიანებისა, ვინც ეს შექმნა ეს პირველი ფოლიო და გადაწყდა რომ აი ამ პირველ ფოლიოზე წამეკითხა ლექცია და აღმოჩნდა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და შეგვიძლია ახლა ჩვენ შეფასება მოვისმინოთ. არიცოდენ სტუდენტებმა პირველი ფოლიოს შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მაგისტრანტები და დოქტორანტები იყვნენ მსოფლიო ლიტერატურის მიმართულებით, აი ასეთი და მართლაც აი ძალიან საინტერესო ურთიერთობა გამოგვივიდა ამ ლექციასთან დაკავშირებით. აი მოვისმინოთ ახლა შეფასება თუ ეს ლექციასთან დაკავშირებით გთხოვთ რომ გავუშვათ ვიდეო. I'm Dr. Saffron Vickers-Walkling and I am senior lecturer here at York St John University and I specialise in Shakespeare and global Shakespeares. მე გახლავართ იორკ სენტ ჯონის უნივერსიტეტში უფროსი ლექტორი. ჩემი სპეციალიზაცია შექსპირი და გლობალური შექსპირის კვლევა. ძალიან გამიხარდა რომ მანანამ ამ ჩვენ სესიებში მიიღო მონაწილეობა ჩვენი მაგისტრატურის სტუდენტებთან ერთად. ისინიც თავადაც საერთაშორისო ჯგუფია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები. მათ შორის არიან ბრიტანეთიდანაც. ისეთი ადამიანების მოწვევა, როგორიც ქალბატონი მანანაა თავისი ცოდნით, ორატორული უნარითა და იმით, თუ როგორ ხედავს შექსპირის გლობალურ გავრცელებას, უნივერსიტეტში სრულიად ახალი პერსპექტივა შემოაქვს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავცდეთ ჩვენს ხანდახან საკმაოდ ვიწრო და შეზღუდულ წარმოდგენას, რომ თითქოს შექსპირი მხოლოდ ინგლისური ან ბრიტანული ფენომენია. განსაკუთრებით საინტერესო იყო, როდესაც მან ისაუბრა პირველ ფოლიოზე და მის გლობალურ მნიშვნელობაზე. ეს ნამდვილად გამორჩეული გამოცდილება იყო, რაც განსაკუთრებით მომეწონა მის პრეზენტაციაში იყო ის, რომ ერთის მხრივ წარმოგვიდგინა ფოლიოს ღრმა ცოდნა, მისი ისტორიისა და ფოლჯერის ბიბლიოთეკის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ ეს ყველაფერი ორგანულად დააკავშირა ქართულ კულტურასთან, ქართულ დამწერლობასა და იმასთან, თუ როგორ აღიქმება შექსპირი სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს. ეს იყო შესანიშნავი შეხვედრა და ჩვენი მსოფლიო ლიტერატურის მოდულისთვის სრულიად შესაბამისი. ამასთანავე, უამრავი ახალი დისკუსიისა და ფიქრის სივრცე გახსნა ჩვენი სტუდენტებისთვის. დიდი მადლობა ამისთვის. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გიხილავთ აქ და იქნებ ერთ დღეს მეც მოვახერხო საქართველოში ჩამოსვლა. ისმინეთ საოცარი შეფასება თქვენს ლექციასთან დაკავშირებით და მართლა ძალიან დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ხელოვნებისთვის, ქართული თეატრისთვის და მადლობა თქვენ ამისთვის, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმრები და გისურვებთ წარმატებას. საქართველოს შექსპირის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, რეჟისორი ქალბატონი მანანა ანასაშვილი და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, სპექტაკლის მონაწილე მარიამ გაბაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ამით დასრულდა ერთსმოლნების დილა. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ ნახვამდის.